სმენია თუ არა, რომ გვიან შუა საუკუნეებში საქართველოში საშინელი პრაქტიკა არსებობდა. კერძოდ, ჩვილთა მოკვდინების ტრადიცია, რომელშიც თავად მშობლები იყვნენ ჩართული. ამ საშინელი მოვლენის შესახებ ცნობები დაგვიტოვეს კათოლიკე მისიონერებმა, რომლებიც მე-17 საუკუნეში საქართველოში მოღვაწეობდნენ. კერძოდ, გამოყოფდი არკანჯელო ლამბერტის წიგნს, წმინდა კოლხეთი, სადაც იგი აღწერს აი ამ საშინელ პრაქტიკას ოდიშის სამთავროში. როგორც კათოლიკე მისიონერი გვამცნობს, ეს საშინელი ტრადიცია ორი ძირითადი მიზეზით იყო განპირობებული. პირველი მათგანი ადვილი გამოსაცნობია, ეს იყო სიღარიბე. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში საქართველოში საშინელი სიდუხჭირე იყო. გარდა ამისა, გავრცელებული იყო მრავალშვილიანობა. ოჯახებს უბრალოდ არ შეეძლოთ ბევრი ბავშვის გამომკვება ხშირ შემთხვევაში და სწორედ ამ დროს მამები საკუთარ ჩვილებს კლავდნენ. ისინი საკუთარი სახლის ეზოში თხრიდნენ პატარა ორმოს, შიგნით აგდებდნენ, როგორც ლამბერტი წერს, ახალდაბადებულ ბავშვს, მიაყრდნენ მას მიწას და დატკეპნდნენ. აი ამ სასტიკად ხოცავდნენ ისინი საკუთარ არასასურველ შვილებს. რაც შეეხება მეორე მიზეზს, ის მეტად სპეციფიურია. მოგეხსენებათ, ამ დროს ძალიან მაღალი სიკვდილიანობა იყო. ხშირი იყო ომები, ეპიდემიები, შიმშილი. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა მამაკაცები ხშირად იღუპებოდნენ. მათ ჰყავდათ ცოლები და ბევრ შემთხვევაში ეს ცოლები ორსულობისას ქვრივდებოდნენ. თუმცა მათ ბევრი არჩევანი არ ჰქონდათ. ისინი იძულებული იყვნენ მალევე გათხოვილიყვნენ, მათ შორის ორსულობისასაც კი. მათ მეორე ქმრებს არ სურდათ სხვისი შვილების გაზრდა. როგორც კი მათი ახალი ცოლი გააჩნდა შვილს, ისინი აი ამ ახალდაბადებულ ბავშვს კლავდნენ. შეძრწმუნებული მისიონერები ბევრს ეცადნენ, რომ ეს საშინელი პრაქტიკა სამეგრელო სამთავროში აღმოეხროთ. ყოველ შემთხვევაში ისინი ამის შესახებ წერენ. ისინი უქადაგებდნენ მოსახლეობას, მოუწოდებდნენ ჩულთა მოკვდინებაზე უარის თქმისაკენ. გარდა ამისა, ეახდნენ სამეგრელოს მთავარს, ძლევამოსილ ლევან მეორე დადიანს და სთხოვეს გამოეცა სპეციალური განკარგულება, რომლითაც აკრძალავდა ამ საშინელ ტრადიციას. მაგრამ მთავარმა მათ ცივიწყალი გადაასხა და უთხრა, რომ ასეთი ბრძანების გამოცემას აზრი არ ექნებოდა, იმიტომ რომ რეალობაში ამ პრაქტიკის აკრძალვა მაინც შეუძლებელი იყო. ამისი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ყოვლის მომცველი სიდუხჭირე იყო. ამდენ უნდა გვესმოდეს, რომ წინაპრების ტრადიციების პატივისცემა საჭიროა, მაგრამ არა ყველა მათგანის. საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში ეს ტრადიცია გაქრა. დღეს ქართველი ადამიანისათვის წარმოუდგენელიც კი არა, რომ ოდესღაც ასეთი წესი არსებობდა. თუმცა ფაქტი ჯიუტია. და რომელი სასტიკი ტრადიციის შესახებ ხსმენიათ თქვენ? დაწერეთ კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა.